მართლა რომ მაგრამ რამდენი ეგეთი მომხდარა და არასდროს არც კი ჯარიმა არც დაუჯარიმებია. აი ახლა კი უპირატესობა აქვთ რიცხობრივი უპირატესობა აქვთ ირლანდიელებს ძალიან დიდი ძალა გამოაკლდა. დაინახოთ. რამდენი ხანი დაჭირდება ამის დაწყობას. და ისინი არ ეშმაკებენ და არ ჩაწვევიან და რაღაცას. ჯერჯერობით დგას შერკინება ახლა ერთი ძლავრი ბიძგით მიდის. 12 ნომერი ბლევინსი დგას იქ. ძლავრი ბიძგით დაძრა ირლანდია, მაგრამ ჰისლიპმა გამოიტანა ხეირს ვერ ხედავთ, მსაჯი არ ათამაშებს ხეირს ირლანდიელებს. ობრაენი მეორე ლელოს დასადებად გაემზადა, თუმცა არ გამოვიდა და ახლა რორი ბესტი მიიღებს ალბათ. არა ჰენდერსონიც კარგი მიმღებია სხვათა შორის და ეხეთ გამოიხედა და ბოლოს გადაწყვიტა საითად შეეტია ჯეიმი ჰისლიპი საიმედოა იმისთვის რომ ბურთი ანდო და შეტევაში გაუშვა. მარი ისევ ახლა ომანი მესამე ხაზი ირლანდიისას საუკეთესოა ერთ-ერთი მსოფლიოში მე მგონი ჩემი აზრია და ალბათ ბევრი გზა მეთანხმება. აკი სექსტონმა გაჭრა ხაზი, მიიწევს ლელოსკენ აქ გააჩერებენ ვითომ არა. ზუსტად ესე იგებს თამაში 80 წუთის მანძილზე 10 წუთი ჯობია ნახდათ მეტოქეს ხოლმე. თორე დანარჩენი ზოგადად თანაბარი თამაშია. ყველა დიდი გუნდი ეგრე იგებს. შონ ობრაიანი ახლა გააჩერეს, თუმცა გაჭირვებით ახლა უკან წამოვიდა ისევ ბურთი, აი ამითი სისხლს გაუშრობენ ირლანდიელები როგორ ჩანს და აი დარჩნენ ერთზე. კარნის აქ უკვე ვეღარავინ შეაჩერებს მასშემსრულებელი. ირლანდია მოლი აჩვენებენ მასტერკლასს უტარებენ იმისა თუ როგორ უნდა გააყენო მოლი და როგორ უნდა წაწიო ის წინ რაც ვერ გააკეთა რამდენჯერმე კანადამ ახლა შესანიშნავად აკეთებს ირლანდია აქ უკვე გაიტანს ალბათ უკვე შემოსული შეცვლაზე შემოსული 9 ნომერი ევან რედანი ბურთს და გაიტანა კიდეც ჯარედ პეინმა დაარტყა აქ უკვე ჩვენ ახლა ყურში გავიგონეთ ბენსკინის ასე ვთქვათ მითითებამ საჭს რომ ვიდეო რეფერი მოითხოვს მოусმინონ რაღაცა უნდა გარბის მთელი ძალით ძნელი საქმეა მას დაეწევიან თუ არა მას კი დაეწიან მაგრამ რობ კარნის ვეღარავინ ვერ აღარ მოუხერხებს თამაშებთ 2019 წელს მსოფლიო თასზე შესარჩევები. ეს შემთხვევაში თუ მოვიგებთ ნამიბიას. კი ბატონო, მოვიგებთ მოკლედ და აღარ შეგვეხება შესარჩევები, ამიტომ შეგვიძლია 1000 ცოტა წვირი აუბზუოთ, რა ვიცი, თუ სანაცვლოდ რაღაც უკეთეს შეჯიბრს მოგწონს და უკეთესი შეჯიბრი რა შეიძლება თურმე იყოს. აკი მარჯვენა ფლანგზე შვენიერი უპირატესობა ჰქონდა რიცხობრივი ირლანდიას, მაგრამ ქრონინმა არ ისურვა პასის გაშვება, თავადვე მოინდომა მორიგი გმირობის ჩადენა არ გამოუვიდა და ახლა პოზიციურად უტევს იან დონაკარაიანის მეშვეობით ირლანდია. ძალიან სასიამოვნოა და 2017-დან შეიძლება რომ ის 8 შეიქმნას რაღაც სხვა 8 და ლელო ირლანდიის ლელო ჯარედ პეინი